გასუთხარი უცებ ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ ამავდროულად დიდი ნუგეშიც არის ოჯახებისთვის, რომ 21 წელი ლოდინის მერე დაუბრუნდათ თავიანთი შვილები და იციან, საფლავი მაინც იციან სად არის და მოხდა მათი იდენტიფიცირება ადამიანების, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის და თავი გაწირეს თანამოქალაქეებისთვის. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო ბატონმა დავით არახველიძემ და მართლა ძალიან კარგად მიმდინარეობს. 4 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა დღეისთვის, ყველანი ერთი ოჯახის შვილები არიან. უკვე ცნობილია 12 ადამიანის ადამიანზე იდენტიფიცირება მომხდარია და მალე გადმოგვეცემა ალბათ ეს პასუხებიც და იანვარში ველოდებით კიდევ ასევე ახალ ეტაპს, რომლებიც სავარაუდოდ ამ 12-ის ზემოთ კიდევ გადმოგვეცემა. ასე რომ ეს პროცესი გრძელდება და პარალელურად გრძელდება პროცესი ახალი მიცვალებულების მოძიების, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება იყოს ეს საფლავები განლაგებული.